საღამო მშვიდობისა მეგობრებო. ყველას უდიდესი სიყვარულით მოგესალმებით. მე მგონი ლაივში გავედით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა. ჩვენმა იმანის ამოაგდო. მოდით მეგობრებო, გადავაზიაროთ და დავიწყოთ. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება დღეს. მოგიყვებით ტექნიკებს, პრაქტიკულ ტექნიკებს ბედნიერების ჰორმონების გამოსაყოფად. ნახეთ მეგობრებო, მეცნიერება ძალიან განვითარდა და ძალიან მაგარია, რომ უბრალოდ რაღაც საუბრები კი არ არის, ნებისმიერ რამაზე, რასაც საუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია უკვე პრაქტიკაში შევამოწმოთ. მაგალითად, ადრე ბედნიერებაზე რომ საუბრობდნენ, მიკროფონი, ჩემი მიკროფონი ხო ჩართულია. საერთოდ ეს მიკროფონი უნდა გავიკეთო, უკეთესი ხმა რო იყოს. მეგობრებო, მოიწერეთ ხმა როგორ არის და დავიწყოთ. თუ ისმის ხმა ერთი მეგონი ეს მიკროფონია. ძალიან დიდი მადლობა. ამას მიკროფონი თუ არ შევაერთეთ, ცოტა ცუდი ხმა შეიძლება გქონდეს და ისმის, თუ ისმის კარგი, ამას შევეცდებით ცოტა ხმა, ხო, ხმა მაღლა შევეცდებით, ცოტა ვილაპარაკო, მიკროფონი არ შემიერთებია და დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა მეგობრებო, რაზე არის დამოკიდებული საერთოდ ადამიანის ბედნიერების დონე. ბედნიერების დონე ადამიანის დამოკიდებულია 5 ჰორმონზე, რომელთაგანაც 4 არის ბედნიერების ჰორმონი და 1 არის სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. დღეს გასწავლით სავარჯიშოებს, როგორ გამოყოთ ეს ბედნიერების ჰორმონები და როგორ შეეცადოთ, რომ მაქსიმალურად შეზღუდოთ ეს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. ეხლა რაც შეეხება, დიდი ხანი არ ჩამიტარებია მეგობრებო ლაივი და ამასაც მიზეზი აქვს. რაღაც პერიოდში ძალიან ბევრ ლაივებს ვატარებდი და რო უყურებ, ეს ხალხი არის უერთი და იგივე ხალხი, არის ის ხალხი, ვინც ვარჯიშობს და არის ის ხალხი, ვინც არ ვარჯიშობს საერთოდ და ალბათ მარტო უყურებს. და ამას ცუდია მეგობრებო, ეს უბრალოდ მარტო ყურება ძალიან ცუდია. მე ხა გასწავლით რეალურად დღეს გასწავლით ძალიან მაგარ სავარჯიშოებს, რომლის გამოყენებითაც თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ბედნიერი. მაგრამ კიდე ხა 16-ში ვიწყებთ კურსს, იქნება ჰორმონების მარათონი, იქნება 5 კვირიანი, ამ 5 კვირის განმავლობაში ჩატარდება 10 ლაივი და მიიღებთ 30 სავარჯიშოს ამ ჰორმონების გამოსაყოფად. როდესაც მარათონი დამთავრდება, მთელი ეს ცოდნა თქვენ დაგრჩებათ, იმიტომ რომ ეს ბედნიერების ჰორმონების გამოსაყოფად თქვენ ჩვევები უნდა შეიქმნათ და ნებისმიერი ჩვევის შექმნას მინიმუმ თვენახევარი ჭირდება. და ეს ცოდნა მე თქვენ დაგრჩებათ და დააპრაქტიკებთ მერე. თან ძალიან მაგარი იქნება იქ ეს მარათონი ჯგუფური იქნება, ანუ თქვენ იქნებით დამატებული დახურულ ჯგუფში, სადაც პოსტების სახით მიიღებთ ყოველდღიურ დავალებებს და მერე თქვენი გრაფიკის შესაბამისად შეძლებთ, რომ ეს სავარჯიშოები შეასრულოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მარათონში ჩაერთოთ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. კვირაში იქნება 2 შეხვედრა, 1 ლაივი იქნება ახსნა ამ ჰორმონების შესახებ, იქნება ვიდეო ახსნები და მეორე შეხვედრა იქნება ჯგუფური შეხვედრა. სადაც ამ ჩვენ გავლილ სავარჯიშოებს ვინ როგორ ვაპრაქტიკებთ, იმას გავივლით. რა თქმა უნდა, დასწრება აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგია. მთლიანი კურსი, ეს 5 კვირიანი კურსი ეღირება 299 ლარი. 299 ლარად თქვენ შეგეძლებათ გახდეთ ბედნიერები.
და ამ კურსს ერთხელ გაივლით, ანუ ეს 4 ბედნიერების ჰორმონია და ერთი სტრესის ჰორმონი კორტიზოლია და კიდევ ადრენალინია, მაგრამ ადრენალინი დიდ როლს არ თამაშობს. ამ ბედნიერების განცდაში ადრენალინი არ თამაშობს დიდ როლს. და ამას რო ისწავლის, ანუ სამასლარად შეძლებთ გახდეთ ბედნიერები. ეხლა დღეს თქვენ მოგიყვებით მოკლედ მოგიყვებით, როგორ არის ჩვენი სხეული აგებული, ну თელს ხელს არ მოგიყვებით, ტვინს მოგიყვებით, როგორ არის აგებული, იმიტომ რომ ეს ტვინი გამოყოფს ამ ჰორმონებს. უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ჩვენი აზრების შედეგად ჩვენი სხეული შედგება 30 ტრილიონი უჯრედისგან. და ეს 30 ტრილიონი უჯრედი ყველა გონიერია, მათ ყველას თავის ინტელექტი აქვს და ყველას თავის ფუნქციას ასრულებს. ისინი ჩვენ აზრს ადვილად არ ემორჩილებიან, ისინი ქვეცნობიერ აზრს ემორჩილებიან, მაგრამ ჩვენ სხეულში არის ისეთი უჯრედები, სამი ტიპის არის ეს უჯრედი. სისხლის უჯრედები, არის ენდოკრინული ჯირკვლები და არის თავის ქერქის უახლესი ნაწილი, რომელსაც ნეოკორტექსი ქვია. ეს უჯრედები ჩვენ აზრებს ადვილად ემორჩილებიან. ნახეთ მეგობრებო, ეხლა ამ გინდათ ფსიქოლოგიაშიც და გინდათ აი ძალიან ვრცელდებოდა ესეთი რაღაცა, რომ ადამიანს რო კითხო, ვის რა აბედნიერებს. ну ჯერ ერთი ეს თვითონ კითხვა არის არასწორი, ვის რა აბედნიერებს, ესე არ ითქმის, ვის რა ახარებს შეიძლება ვთქვათ. და ნახეთ ყველა ადამიანს სხვადასხვა რაღაცა ახარებს, კი რა თქმა უნდა ეს არის ესე, მაგრამ რაღაცები ძირეულია, რაც ჩვენ ტვინშია გაწერილი და იმას ჩვენ ვერ შევცვლით. ყოველთვის რაც გაწერილი გვაქვს, იმ რაღაცებზე გვიხარია და ხო, და წყინს, შესაბამისად წყინს. ნახეთ რომ გავაკეთოთ შედარება, ჩვენი ტვინი იყოფა სამ ძირითად ნაწილად. ყველაზე უძველეს, ჩვენი ტვინის ყველაზე უძველეს ნაწილს ქვია რეპტილიური ტვინი. და იმიტომ რომ რეპტილიას ზუსტად იგივე ტვინი აქვს, რეპტილია თავის ნაშიერს რო ბადებს, ტვინი აღარ უვითარდება, დედამ რაც იცის, ეს ბავშვიც ეგრევე უკვე დედასავით ყველა უნარი აქვს. და ნუ ეს ცუდია, რა თქმა უნდა, გარემოს ვეღარ ეგუებიან. ჩვენი ტვინის მეორე ნაწილი არის ლიმბური სისტემა, ქვია მეცნიერულად, და მასში არის გაწერილი ამ ჰორმონების გამოყოფა. ამ ლიმბურ სისტემას სხვანაირად ქვია ძუძუმწოვრების ტვინი, ან მაიმუნის ტვინი, რატომ? იმიტომ რომ ძუძუმწოვრებს იგივე ტვინი აქვს. და ნახეთ, ყოველთვის ცხოველებში იგივე ეს ლიმბურ სისტემაშია იმათთანაც გაწერილი ზუსტად ჩვენაირად. ცხოველები ჩვენაირად შედგებიან უჯრედებისგან, იგივენაირ უჯრედებისგან შედგებიან, რაც ადამიანი. და ბიბლიაში ადამიანის ფიზიკურ სხეულს ცხოველი ქვია. ეს ბიბლიური ცხოველი არის ადამიანის ფიზიკური სხეული, რომლითაც ხალხს აშინებენ. და ნახეთ, ჩვეულებრივად ძუძუმწოვრებში გაწერილია ეს, ყოველთვის როცა ძუძუმწოვრებს გამოეყოფათ ბედნიერების ჰორმონები, ისინი აქტიურები ხდებიან. და როცა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გამოეყოფათ, პასიურები ხდებიან. იგივე ხდება ჩვენთან ადამიანშიც, მაგრამ ადამიანს აქვს ამ ცხოველებისგან განსხვავებით ზედნაშენი, რომელსაც ნეოკორტექსი ქვია. ცხოველებისგან ჩვენ მხოლოდ ეს ტვინზე ზედნაშენი განგვასხვავებს, რომელსაც ან ახალი ტვინი ქვია, ან ტვინის ქერქი ქვია, ან ნეოკორტექსი ქვია. არის ურთულესად განვითარებული ეს უჯრედოვანი სისტემა, რომლის უჯრედებსაც ნეირონები ქვიათ. ეს ნეირონები ჩვენი აზრების შედეგად ერთმანეთთან ამყარებენ კავშირებს და ამ კავშირს სინაფსი ქვია. ამ სინაფსის საშუალებით ერთი ნეირონი მეორე ნეირონს გადასცემს ელექტროიმპულსს. ჩვენი აზრები არის ელექტროიმპულსები. ემოცია არის მაგნიტური იმპულსი და ელექტროიმპულს გული არის ამ მაგნიტური იმპულსების შემქმნელი. გული აკეთებს იმას, რომ აზრს აძლევს ემოციას. ხვდებით? და ნახეთ, ყოველთვის, როდესაც აზრი გადაეცემა ამ ნეირონებს შორის, როდესაც აზრი გადაეცემა, ტვინში ხდება აღბეჭდა, რომ თუ ჩვენ აი ამ ნეოკორტექსში ჩვენ ვამახსოვრებთ, რომ მაგალითად ერთი და იგივე რაღაც სურათის გამო ორ ბავშვს შეიძლება სხვადასხვა განცდა შეექმნას. მაგალითად,
ფეერვერკების დროს, ხო, შეიძლება ერთ ბავშვში სიხარულის გახსენება ჩაიწეროს და მეორე ბავშვი შეიძლება შეეშინდეს იქ ხმაზე და რაღაცაზე და შეიძლება მის ტვინში ეს სტრესად ჩაიწეროს. და ყოველთვის თუ იგივე რაღაცა განმეორდება, ეს ბავშვი სტრესს განიცდის. ხვდებით? თუ აი ეს უჯრედებს შორის სინაფსური კავშირი თუ მეოლინით დაიფარა, ეს უკვე ჩვევაა. და რეალურად ჩვენ როდესაც მუშაობთ აი ესეთ პოზიტიური ჩვევების შექმნაზე და ამ ჩვევების შექმნას სჭირდება 45 დღე. და ზუსტად იგივენაირად ჩვენ შეგვიძლია დავავიწყოთ ჩვენ ტვინს მავნე ჩვევები. საღამოშვიდობისა. მოდით მე კომენტარებს მერე გადავხედავ. მინდა რომ ეხა უცბად ინფორმაცია მოგიყვეთ. ამაზე რომ ფიქრობდი რომ რამდენი სავარჯიშო მომეყოლა. და ნუ ეხა რაღაც ისეთი წელია თან ცხრიანების უტრიალებს ცხრიანი არის უმაღლესი ციფრი. და მომივიდა ესეთი ის რა ქვია რომ 9 სავარჯიშოს გასწავლით. მაგრამ ჯერ კიდევ მოგიყვებით ცოტა რაღაცეებს და ეგრევე გამეხსნა რომ ანუ პირველი რა უნდა მესწავლებინა, მეორე რა უნდა მესწავლებინა, თავიცით დალაგდა რა უნდა მესწავლებინა. და ძალიან მაგარია. ყველანაირი ეს ინფორმაცია ადამიანთან მოდის შთაგონებით. ოღონდ პოზიტივში თუა, თუ ნეგატივში ეს ინფორმაციები არ მოდის. ანუ ტვინია უბრალოდ დაბლოკილი და ამ ინფორმაციებს ვერ იღებს. ხო, რაც შეეხებოდა, ნახეთ მეგობრებო, ჩვენი ბედნიერების განცდა, აი რო კითხოთ ხო ადამიანს, გეტყვის რომ მე ვის რა ახარებს, ხო ესე არ არის. ბედნიერება, რასაც ბედნიერება ქვია, ბედნიერება არის იგივე სიხარული ჩვევაში. ზუსტად იგივენაირად როგორც დეპრესია სტრესი ჩვევაში. სტრესი არაფერი არ არის. სტრესი გვანიშნებს, რომ რაღაცა ჩვენ გარშემო ან საფრთხე გვემუქრება, ან ჩვენ არასწორად ვაზროვნებთ, ან არასწორად ვიქცევით. ამის გამო ადამიანი განიცდის სტრესს და ეს გაწერილი გვაქვს. მაგალითად, ჩვენ უძველეს ტვინში, რეპტილიურ ტვინში არის გაწერილი გადარჩენის ინსტინქტი. და ყოველთვის, როცა ჩვენ მაგალითად საფრთხე გვემუქრება, ჩვენ სტრესს განვიცდით. საფრთხე თუ გვემუქრება, ჩვენ საცხოვრებელზე სტრესს განვიცდით. საფრთხე თუ გვემუქრება, საკვებზე სტრესს განვიცდით. და სითბოზე თუ გვემუქრება საფრთხე, სტრესს განვიცდით. და იმიტომ აშინებენ ადამიანებს, რომ ის რა ქვია, საკვები თავდებაო, რა საკვები თავდება 30% საკვები შეუჭმელი იყრება ნაგავში. და ადამიანებს ატყუებენ, ნუ 1000 რაღაც ატყუებენ რა. და ეს იმიტომ ხდება, რომ დასტრესო. ხო, აქ მომდის, ეხა ბევრი მესიები მომდის, მაგრამ მე ბოლოს გადავხედავ. ხო, მოდით ეხა მოგიყვებით სავარჯიშოებზე და რა ხდება რა რომ, ანუ რატომ არის რომ კორტიზოლი რა როლს თამაშობს რა რო გითხრათ, ნახეთ, სამყარო არის დუალური. ყველაფერი არის დუალური და ეს დუალური ბუნებაც ვლინდება ჩვენ ჰორმონებშიც. და რა არის ეს, რომ ყოველთვის სტრესის ჰორმონი ანეიტრალებს ბედნიერების ჰორმონებს და ბედნიერების ჰორმონები ანეიტრალებენ სტრესის ჰორმონს. ანუ პოზიტივი ნეგატივს ანეიტრალებს რა და ეს ვლინდება ჩვენს სხეულშიც. ესეა მოწყობილი, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. და ნახეთ, ნეოკორტექსზე გიყვებოდით ეს ზედნაშენი რო გვაქვს. ცხოველებში გაწერილია ეს, რომ ყოველთვის როცა სტრესს განიცდიან, ისინი პასიურები ხდებიან. და როცა ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფათ, აქტიურები ხდებიან და ეს გაწერილი აქვთ. და იციან, ანუ ისინი ინსტინქტურად იქცევიან ესე. აი მაგალითად ნახეთ მეგობრებო, ჩვენში ინსტინქტურად არის გაწერილი, რომ ჯგუფში ჩვენ სეროტონინი თუ ჩვენ პირველი ვართ ჯგუფში, ამას ჩვენ ინსტინქტურად ვგრძნობთ და ჩვენ სეროტონინი გამოგვეყოფა და კორტიზოლი გამოგვეყოფა მაშინ, როდესაც ვიღაცა ჩვენზე ძლიერია ჯგუფში და ამას ინსტინქტურად ვგრძნობთ ჩვენ. მაგრამ ამის შეცვლა შეგვიძლია ამ ნეოკორტექსით და ყველაფერი რაც ჩვენ ტვინში არის გაწერილი იგივენაირად როგორც ცხოველის ტვინშიც. ჩვენ გვაქვს ეს უნარი, რომ ჩვენ ავირჩიოთ რა გაგვიხარდეს და რა გვეწყინოს და ნეოკორტექსი გვაძლევს მაგის საშუალებას. აი ეს უახლესი ტვინი. ის მუშაობს მაშინ, როცა ჩვენ დაკვირვებული ვართ რაღაცაზე
და ვიზუალიზაციის დროს მუშაობს და სპეციალური სავარჯიშოებია, რომ ეგ ტვინი აქტიური გქონდეს. ყველაზე ადვილია რომ რაღაცებს დავაკვირდეთ და რაც უფრო დიდხანს დავაკვირდებით რაღაცებს, უფრო გაგვიძლიერდება ეს უნარი და უფრო მეტის დაკვირვებას შევძლებთ. ხო, ეხლა მივედით იქამდე მივხვდით რომ ეს 4 ჰორმონი ერთმანეთს ანეიტრალებს. სანამ სავარჯიშოებს მოგიყვებით, თან მინდა რომ პატარა დროში ჩავეტიოთ. სანამ სავარჯიშოებს მოგიყვებით, გეტყვით ეს კორტიზოლი რა შვება რა, რატო გამოიყოფა საერთოდ? ანუ ძალიან გჭირდება რა კორტიზოლი გჭირდება იმისთვის რომ მოვამზადოთ რაღაც სიტუაციებიდან გამოსავალი. და კორტიზოლი გვეხმარება იმაში რომ ვიღაცას რო ვეჯიბრებით და რო შევატყობთ რომ ჩვენზე ძლიერია და რო დავნებდეთ. ეს კორტიზოლი თუ არ გამოგვეყო შეიძლება შევაყდეთ იმას. და ანუ ეს დანებებას ესაკეთებს. დილას რო გაგვიღვიძოს და ლოგინიდან რო ავდგეთ, 6-ის ნახევარზე იწყებს კორტიზოლი გამოყოფას. და თუ ადამიანი არ ადგა, მე ეს კორტიზოლი იმდენი ხდება სისხლში, რომ ლოგინიდან აგდებს, უკვე გაუსაძლისი ხდება ლოგინში წოლა. და კიდევ რაში გამოიყოფა, ანუ ძირითადი ესენია და გამოიყოფა კიდე რაში, რომ მაგალითად აი ისეთი რაღაცეები, რაც მეორე დღეს აღარ ემახსოვრება ადამიანს და ამებზე რომ ბრაზდება, მაგალითად პარკინგი არ დახვდა, მაგალითად არ დახვდა მაღაზიაში პური და ბრაზდება ამებზე. კორტიზოლი გამოიყოფა. მაგრამ ნახეთ რა არის, კორტიზოლი კიდევ სულ გამოიყოფა იმაზე, რომ ტვინი სულ ასკანირებს გარემოს, სულ და სულ ფრთხილადაა, ჩვენ ხო სულ ფრთხილად ვართ, ხო არ არის ესეთი მომენტი, რომ ფრთხილად არ ვართ და სულ ფრთხილად ვართ და ამაში კორტიზოლი სულ გამოიყოფა. და შესაბამისად ჩვენ სისხლში კორტიზოლის დონე, სტრეს ჰორმონის დონე სულ იზრდება და შესაბამისად ჩვენ რო ბედნიერები ვიყოთ, ჩვენ ძალისხმევები უნდა გავწიოთ, რომ ბედნიერების ჰორმონები გამოვყოთ. და თუ რაღაცა მოხდა ისეთი, რომ აღარ გამოვყოფთ ამ ბედნიერების ჰორმონებს და მე ხა თქვენ გეტყვით ძირითად რაღაცებზე, რაზე გამოიყოფა ეგენი. და თუ აღარ გამოვყოფთ ამ ბედნიერების ჰორმონებს და შესაბამისად კორტიზოლი თავისი სულ გამოიყოფა, ჩვენ რა თქმა უნდა დავისტრესებით. ხვდებით? და ეგ არის, რომ რატომ არისო, რატომ მიდიან ადამიანები სტრესში? ამიტომ მიდიან, რომ ამ ბედნიერების ჰორმონებს აღარ გამოყოფენ და სტრეს ჰორმონი კორტიზოლი ეგრეა ჩვენი სხეული აგებული, რომ სულ გამოიყოფა. იმიტომ რომ სულ ფრთხილად ვართ ჩვენ. ხო, ეს იყო ძირითადები, რაც მინდოდა მომეყოლა და ეხლა მოგიყვებით სავარჯიშოებს. პირველი სავარჯიშო, ანუ მიხვდით ხო, რომ ბედნიერები რო ვიყოთ, სიხარული უნდა გადავიყვანოთ ჩვევაში, ანუ ჩვენ სხეულში იმაზე მეტი ბედნიერების ჰორმონები უნდა გამოიყოფოდეს, ვიდრე გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. ხვდებით ხო და ბედნიერები მაშინ ვიქნებით, ეს ბედნიერება ფიზიკური შეგრძნებაა. რაღაც სიტყვა კი არ არის, მე ვთქვა რომ მე ბედნიერი ვარ და ხო ესე შეიძლება ვიღაც მოვატყუოთ, მაგრამ ეხა უკვე ხელსაწყოები არსებობს და ჩვენ აპარატზე შეგვაერთებენ და ჩვენ სხეულში გამოჩნდება რა ჰორმონებს გამოვყავთ ჩვენ და ვიბრაცია რა დონეზე გვაქვს. ადრე შეიძლება ვიღაცისთვის მოგვეტყუებინა, რომ მე პოზიტიურად ვაზროვნებ. მაგრამ ეხლა ეს პოზიტიური აზროვნება ჩვეულებრივად ტვინის სიხშირეებით ჩანს და ჩვეულებრივად ძალიან ბევრი დანადგარებია უკვე, რომ ადამიანი კომპიუტერზე შეერთდება და ეს გამოჩნდება, რომ რომელ ჰორმონს გამოყოფს და რა ხდება. ანუ ტექნიკა ძალიან განვითარდა და ეს ძალიან მაგარია. ანუ მივხვდით, რომ უნდა ვიმუშაოთ სულ ამ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფაზე. ეხლა დავიწყოთ სავარჯიშოები და დავიწყოთ დავიწყოთ დოფამინით. დოფამინი არის მიზნის მიღწევის ჰორმონი და მიზნის სტიმულატორი ჰორმონი. ყოველთვის ჩვენ რაღაცას რო გეგმავთ, ეს დოფამინი უკვე გამოყოფას იწყებს, რომ მიზნები რო შევასრულოთ. ეს დოფამინი ძალიან ბევრ რაღაცაზე გამოიყოფა და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სავარჯიშოები ამ მარათონზე. მაგრამ აქ თქვენ გასწავლით ერთ სავარჯიშოს, რომ დაგამახსოვრდეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მიზანი უნდა დავყოთ პატარა მიზნებად. და თუ დიდი მიზნის შესრულება ჩვენ ძნელად გვეჩვენება და მაგ დროს კორტიზოლი იწყებს გამოყოფას, დიდ მიზანს პატარა მიზნებად რო დავყობთ, ძნელად აღარ მოგვეჩვენება და უბრალოდ უნდა პირველ ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პირველ ნაბიჯს რო გადავდგავთ, მაშინ უკვე იწყებს დოფამინი გამოყოფას და ენერგია უკვე მოგვდის ჩვენ.
თუ ეს პირველი ნაბიჯი არ გადაუდგით, ანუ ენერგია არ მოდის და უბრალოდ პირველი ნაბიჯი უნდა გადაუდგათ და დოფამინი დაიწყებს გამოყოფას და ჩვენ ენერგიით დავსტიმულირდებით და ყველაფერი გაგვიადვილდება. ანუ ეს ენერგიაა დოფამინი. ეს პირველი სავარჯიშო. მეორე სავარჯიშო არის სეროტონინზე. ნახეთ, როდესაც ამ რაღაცა პატარას რამეს შეასრულებთ და როდესაც მე ამის გამო თქვენ თავს შეაქებთ, ამ დროს გამოგეყოფათ სეროტონინი. ეს არის მეორე სავარჯიშო, ანუ ყოველთვის შეაგეთ თქვენი თავი. ნებისმიერ რამე რაც არ უნდა გააკეთოთ, შეაქეთ თქვენი თავი და გამოგეყოფათ სეროტონინი. აი დოფამინი მაგალითად იწვევს შეგრძნებას, თუ ბევრ დოფამინს გამოყოფთ, თქვენ შეგრძნება გექნება სხეულში, რომ ცხოვრება მშვენიერია. და ეს დოფამინი კიდე იწვევს თვალების იმას, ბრიალს. თვალები რო რაღაცნაირად იმაშუება, ეს დოფამინია კიდე. სეროტონინის მეორე სავარჯიშო არის სეროტონინზე, ანუ შეაქეთ თქვენი თავი, ამ დროს სეროტონინი გამოიყოფა და მესამე სავარჯიშოა სეროტონინზე ეს რო არ ვთქვათ არ შეიძლება, ეს არის მადლიერება. ყოველთვის როცა რაღაცის მადლიერი ხართ, ან თქვენ ხართ მადლიერი, ან როცა თქვენი არიან მადლიერები, გამოიყოფა სეროტონინი. სეროტონინი ძალიან ბევრ რაღაცებზე გამოიყოფა, მზის შუქზეც გამოიყოფა და ღამე ის იქცევა მელატონინად. სეროტონინი იწვევს შეგრძნებას, რომ გარშემომყოფები გვაფასებენ. ანუ საკუთარი თავის სიყვარულის შეგრძნებას და გარშემომყოფები რო გვაფასებენ, ამ შეგრძნებას იწვევს სეროტონინი. და ანუ მესამე სავარჯიშო მადლიერები ვიყოთ, ჩვენი ყველაფრის რისიც გინდათ რა, აი ნებისმიერ რამეს რომ მადლიერი იყოთ, ან ვიღაცა თუა თქვენი მადლიერი, თქვენ სეროტონინი გამოგეყოფათ და გახსოვდეთ რომ მადლიერებაზე სეროტონინი გამოიყოფა. გინდა თქვენ იყოთ მადლიერი და გინდა თქვენი მადლიერები იყვნენ. ეს მესამე. მეოთხე გადავიდეთ ოქსიტოცინზე. მეოთხე სავარჯიშო ოქსიტოცინი ეძახიან სიყვარულის ჰორმონს და კონკრეტულად ეს ოქსიტოცინის გამოყოფა ჩვენში იწვევს უშიშრების განცდას. ანუ ბევრ ოქსიტოცინს თუ გამოყოფთ თქვენ სხეულში, თქვენ უშიშარი გახდებით. ხვდებით? ანუ ეს ისა აქვს ამ ოქსიტოცინს. და ყველაზე პირველი ოქსიტოცინი, აი რისგანაც შეგვიძლია გამოვყოთ, ოქსიტოცინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ვიღაცასთან ვალდებულებების გარეშე. აი რო ურთიერთობ და ვალდებულება რო არ გვაქვს. აი ამ დროს გამოიყოფა ყველაზე მეტად და ძალიან კაია, აი ვიღაცასთან მაგალითად ინტერნეტში თუ დაიწყებთ ისეთ ურთიერთობებს, მაგალითად ცხოველებზე მოფერება ოქსიტოცინს გამოყოფს. და ეს იყოს, მოდი მესამე სავარჯიშოდ იყოს ეს. აი ესე ვიღაცებზე ურთიერთობა, გინდა ცხოველებთან მოფერება, გინდათ ურთიერთობა რისკის გარეშე. მეოთხე ისე ოქსიტოცინის სავარჯიშო იყოს და ოქსიტოცინი კიდევ გამოიყოფა, როდესაც დაპირებებს ასრულებთ. ნებისმიერ რამეს რო შეპიშდებით და რო შეასრულებთ, გამოიყოფათ ოქსიტოცინი და გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაპირებების შესრულება. ოქსიტოცინი გამოიყოფა ამ დროს და დაპირებას თუ არ ასრულებთ, ამ დროს კორტიზოლი გამოიყოფა, სტრესის ჰორმონი. ესეც რომ მეხუთე იყო, ხო? და კიდევ ერთი ოქსიტოცინი გამოიყოფა მეექვსე სავარჯიშოდ. ოქსიტოცინი გამოიყოფა მასაჟის დროს. თქვენ თავს რო გაუკეთოთ თქვენთვის რომ მასაჟი, ოქსიტოცინი გამოიყოფა. ან სხვა რომ გაგიკეთოთ მასაჟი, ამ დროსაც ოქსიტოცინი გამოიყოფა. ესეც მეექვსე. ეხლა კიდე ორს ენდორფინზე მოგიყვევით. და კიდე ერთი მეცხრე სავარჯიშო რაც მინდოდა, საერთოდ მაგ მეცხრეს მოყოლა მინდოდა. და საერთოდ მაგითო მინდოდა ლაივის ჩატარება. ხო და დაგვრჩა ენდორფინი, მეშვიდე იყოს. ენდორფინი გამოიყოფა მეგობრებო ფიზიკურ აქტივობაზე, სიცილის დროს, ტირილის დროს და როდესაც ტრავმას ვიღებთ. და ენდორფინი ჩვენ გვჭირდება, ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. მორფზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია და მაგას ძლიერი არ არსებობს არაფერი თურმე. და ენდორფინი გვჭირდება ჩვენ რაღაც გამოწვევების გადასალახად და მაგალითად ეს ოთხივე ჰორმონი ურთიერთობისთვის არის თურმე, რომ ჩვენი მეორე ნახევარი ვიპოვოთ.
და ეს ენდორფინი გვეხმარება იმ დროს, რომ თუ რაღაც ურთიერთობაში არ მიდის კარგად, ამ სტრესების დასაძლევად ეს ენდორფინი გვეხმარება. და აი მაგალითად თუ უკვე დაშორება გვინდა, კორტიზოლი გვეხმარება იმაში, რომ დავშორდეთ. ხო. და ენდორფინზე, მოდი მეშვიდე ენდორფინი მეგობრებო გამოიყოფა შიმშილის დროს, როდესაც შიმშილობ, ენდორფინი გამოიყოფა. მოდი მეშვიდე სავარჯიშო იყოს სიცილი. მეგობრებო, დღეში 1 საათი რო ჩართოთ კომედია და რო უყუროთ, ენდორფინი გამოიყოფა. ოღონდ გულით უნდა გეცინებოდეთ. მეშვიდე იყოს აი ეს სავარჯიშო, რომ კომედიებს უნდა უყუროთ და გახსოვდეთ, რომ სიცილის დროს გამოგეყოფათ ენდორფინები. მერვე სავარჯიშო, რა თქმა უნდა იყოს ფიზიკური აქტივობა და ეხლა მოგიყვებით, რის გამო გამოიყოფა, ბევრ რაღაცებს მოგიყვებით და რო იცოდეთ რა. მაგალითად, თუ ფეხში შველა ივლით, ძალიან მაგარი ყოფილა ფეხში შველა სიარული, ეს არ მომიყოლია მე მანამდე. და ეხლა მოგიყვებით. ფეხში შველა სიარულისას 20 წუთი რო იაროთ ფეხში შველა, მიწიდან თურმე ელექტრონებს ვიღებთ და აი ეხლა ტექნიკა რო განვითარდა, ეგაა ძალიან მაგარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ცდებს ატარებენ ჩვეულებრივ ადამიანს ტესტერით შეუძლია გავიდეს და ნახოს თურმე. და მაგის გარდა სისხლი შეამოწმეს. სისხლი შეამოწმეს კომპიუტერზე და თურმე ნახეთ რა ხდება. ჩვენ სისხლში არიან ერითროციტები. ეს ერითროციტები ფილტვებიდან ჰაერის ბუშტუკებს იღებენ თავისზე და გადააქვთ წვინში მიაქვთ და მთელ სხეულში. და მაგალითად, როდესაც ადამიანი თურმე ნაბახუსებია, ეს ერითროციტები გარედან რაღაცა სითხით იფარებიან და ერთმანეთს ეკრობიან და მე კაპილარებში იჭედებიან. და რა თქმა უნდა, ის ჰაერი ვერ მიაქვთ თურმე. და როდესაც ჩვენ ფეხში შველა დავდივართ თურმე მიწაზე, ელექტრონები შედიან და ელექტრონებით იმუხტებიან ეს ერითროციტები. ეს ელექტრონები მინუსით არიან დამოხტულები და ეს მინუსით იმუხტებიან ყველა ეს ლეიკოციტები და ერთმანეთს აღარ ეკრობიან თურმე და სისხლი ძალიან კარგად მოძრაობს. და ჩვენი პრობლემა ხო ის არის, კორტიზოლი სისხლს ასქელებს, ჩვეულებრივად სისხლი წყალთან შედარებით 7 ჯერ სქელია, მაგრამ ზედმეტი კორტიზოლი შეიძლება 14 ჯერ გაასქელოს და შეიძლება 21 ჯერ გაასქელოს, 14 ჯერ სქელი როა უკვე სხეულში რაღაცები ურევს, 21 ჯერ რო სქელდება უკვე დაავადებები იწყება და თუ 30 ჯერ გასქელდა, მე საერთოდ თურმე ბოლოა. ხო. ეს იყო მერვეც მოგიყვებით და ეხლა მოგიყვებით მეგობრებო მე-9 სავარჯიშოს. ამაზე მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი და ნახეთ მეგობრებო. ეს მე-9 სავარჯიშო თან არის აფირმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ესეთი სიტყვა ღმერთი. ამ სიტყვაში, ამ ღმერთში თვითონ თავის თავში არის 3 არსი ჩადებული მეგობრებო. ერთი არსი ის, რომ თვითონ სიტყვა ღმერთია და ვიცით ღმერთი რასაც ნიშნავს. მეორე არსი ის არის, რომ ერთი, შიგნით დევს სიტყვა ერთი. და მესამე არსი არის სიტყვა მე. და ნახეთ, ჩვენ მეგობრებო, მთელი ჩვენი ქართული სიტყვები ყველა აფირმაციებია. ქურუმებმა ესენ დაგვიტოვეს მეგობრებო. ეს დაგვიტოვეს, რომ ჩვენ არ დაგვიწყებოდა. ეს ყველაფერი ჩვენ ენაში დაგვიტოვეს ქურუმებმა მეგობრებო და ეს უნდა გამოვიყენოთ. ეხლა დადგა ის დრო, რომ გამოვიყენოთ ეს. ეხლა ისე განვითარდა ყველაფერი, ამაში ყველაფერში დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტიც, გვეტყვის, ყველაფერს გვეტყვის რა არის. რა არის სწორი და რა არის არასწორი და მე მე-9 სავარჯიშოდ, მე თვითონ მეგობრებო თავიდან რაღაც მკრეხელობა მეგონა. მე ვარ ქრისტიან მართლმადიდებელი და ქრისტიანობა არის ის, რომ ქრისტე გვასწავლიდა სიყვარულს, უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ქრისტემ დაგვიტოვა ორი მცნება. ერთი მცნება არის გიყვარდეს ღმერთი შენი, მეორე მცნება არის გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. და დაგვიტოვა კიდევ მამაო ჩვენო. და ეს რატომ მოგიყევით? ანუ მკრეხელობა არ არის მეგობრებო. ჩვენი სხეულები არის ღმერთის ტაძარი და ღმერთის სული სახლობს ამ სხეულში.
ჩვენი ეს გონება, ცნობიერი გონება არის ეკოსისტემა. ამ ცნობიერი გონები თუ არ ჩვენ ინდივიდუალური არსებები, მაგრამ სულიერად ჩვენ ყველა ერთნი ვართ, მეგობრებო, ერთი ღმერთის გამოვლინება ვართ. მე მგონი ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოგვივიდა, ზუსტად გაკვეთილი რაღა არის და ლექცია. ხო, ზუსტად როგორც დავგეგმე 30 წუთში მინდოდა ჩავტეო და ზუსტად 30 წუთში ჩავეტიე. 1-5 წუთი გადავხედავ, მეგობრებო, თქვენ კითხვებს, იმიტომ რომ გრძელ ბევრი ვერ უყურებს გრძელი მეებს და ჯობია რომ მოკლე იყოს. ეხლა გადავხედავ თუ კითხვები არის, მეგობრებო. და დიდი სიყვარული თუ პასუხებ, თუ არა კიდევ გეპატიჟებით ჰორმონების მარათონში, ამ ჰორმონების მარათონის ერთი უკვე ჩავატარეთ ჩვენ, მეორე ვერსია ამ ჰორმონების მარათონის, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილია. ამაზე მაგარი ცოდნა, მეგობრებო, არ ვიცი რა შეიძლება იყოს, რომ ისწავლოთ, რის გამო გამოიყოფა თქვენ სხეულში ბედნიერების ჰორმონები და რის გამო გამოიყოფა თქვენ სხეულში სტრეს ჰორმონი კორტიზოლი. ნუ ადრენალინი და ნორადრენალინია კიდე, მაგრამ ეგ არ გვჭირდება ჩვენ. ბედნიერების განცდა რომ იმას ავქნათ, ეს 4 ჰორმონია. საღამო მშვიდობისა, ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით ყველას. მე მგონი ძალიან კაი შეხვედრა გამოგვივიდა. რადგან კითხვები არ გაქვთ, აი ხა იწერებით პირად კონსულტაცია, რავი, აი რამდენი უნდა გამოგართოთ პირად კონსულტაციაში და ხო ვიცი რომ ეს პირადი კონსულტაციები ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. ერთ კონსულტაციას მე ყველას უფასოდ უტარებ. მაგრამ გირჩევთ რომ თქვენ უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე. მე ხა შემიძლია რომ ფსიქოთერაპიები ჩაგიტაროთ, მაგრამ არაფერში არ გჭირდება, თქვენ უნდა ჯობია რომ თქვენ იმუშაოთ თქვენ თავზე და თქვენვე განკურნოთ თქვენი თავი, თქვენვე შეიმეცნოთ რა როგორ მუშაობს სამყაროში. იმიტომ რომ ეხლა მართლა ახალ ერაში გადავდივართ და ყველას თვითონ დაჭირდება, რომ ყველამ თვითონ უნდა იცოდეს. მეგობრებო, ერთ კონსულტაციას ყველას გაგიწევთ უფასოდ. მე მგონი ძალიან კაი შეხვედრა გამოგვივიდა. 1-5 წუთი დაგელოდებით, თუ კითხვები გაქვთ, გიპასუხებ. თუ არა 30 წუთი გესაუბრეთ. ფიქრობ რომ ძალიან მაგარი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ისევ გეტყვით რომ კიდევ ვატარებთ ეხა მე-9 ნაკადი მიმდინარეობს მასტერ გასაღების, რომელიც უბრალოდ ხანგრძლივი კურსია. ამ მოკლე კურსებით, აი ხა ეს მარათონი 5 კვირიანია და თუ უბრალოდ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის სწავლა გინდათ, ამ მარათონს გაივლით. და ნუ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველას სჭირდება. რა აი ძალიან ბევრი რაღაცები შეიძლება ვიცოდეთ 1000 რაღაც ხელსაწყოებზე, მაგრამ უმთავრეს ინსტრუმენტზე, ჩვენ ფიზიკურ სხეულზე, როგორ შეიძლება არ ვიცოდეთ ხო რაღაცეები. ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის. ტვინის მარცხენა მხარეზე რა სიტყვით? რატომაც ყოველთვის მტკივა? ვერ გეტყვით ტვინს არა აქვს, ტკივილი არა აქვს. ტვინი არის ისეთი ორგანო, რომელსაც ნერვული დაბოლოებები ანუ არ არის და გამოყუჩებელიც არ ჭირდება ტვინზე ოპერაცია რო ჩაატარონ, ანუ ვერ გძნობს ადამიანი. ანუ ტვინი რო გაუჭრან ადამიანს ლანცეტით ვერ გძნობს. ეს სხვა რაღაციდან იქნება ტკივი. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ თუ უნდა ვივარჯიშოთ რომ რაღაცას რომ მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, უნდა ვივარჯიშოთ.
კარგით მეგობრებო, როგორც გადავწყვიტე, მე ესეც გადავწყვიტე. აი ეს ვიდეო ბუსტზე უნდა გავუშვათ. უდიდესი სიყვარული დაგემშვიდობებით მაშინ მეგობრებო.